გახლავთ, სადაც ყველა ნებისმიერ გაიმეორებათ. მე მინდა გითხრათ, რომ განათლების დარწმუნებული ვარ, შეიძლება დღეს მოგმართოთ ძალიან სასიხარულო მომენტია ყველა თქვენთან. ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ რესურსების მობილიზების გარეშე სამსახურება ჩემთვის დღეს დიდი პატივია. ჩვენი ყველაზე მაღალი დონის სამხედრო იმიტომ რომ კაპიტნის სკოლის ჩამოყალიბება ეს იყო უმნიშვნელო. კაპიტნის საკარიერო სკოლას დიდი მნიშვნელობა აქვს და საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვენი სამხედრო განათლების სისტემაში. დღეს ჩვენ მიულოცეთ 104 სამხედრო მოსამსახურეს და სხვათა შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი მოსამსახური იყო, რომელმაც ასევე წარმატებით დაამთავრა კაპიტნის საკარიერო სკოლა და ჩვენ შეერაღებულ ძალებს შეემატა 104 კიდევ უფრო განათლებული და მაღალ დონეზე მომზადებული ოფიცერი. 10 წლის იუბილეა დღეს საკაპიტნო სკოლის. ამ დაწესებულების შექმნა, ჩამოყალიბება იყო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი განათლების სისტემის განვითარებაში. მანამდე ჩვენ ყავდა მხოლოდ ძირითადი, ჩვენ გაგვაჩნდა მხოლოდ ძირითადი ოფიცრის კურსი და ამ სკოლის შექმნა იყო შემდგომი ეტაპი განათლების სისტემის განვითარებაში. ამ სკოლის ჩამოყალიბების მერე ჩვენ შევძელით და ჩამოვაყალიბეთ სამეთაურო საშტაბო კურსები და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ჩვენი ოფიცრები, უმცროსი ოფიცრები და უფროსი ოფიცრები ემზადებიან და იღებენ განათლებას მაღალი ნატოს სტანდარტებით და ეს არის ჩვენი განათლების წარმატება, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ არ ვჩერდებით, ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, როგორ გავაუმჯობესოთ, როგორ დავხვეწოთ ეს კურსები და როგორ გავხადოთ უფრო ეფექტური. რეალურად 9 კურსი კაპიტნის საკარიერო სკოლაში გვაქვს სახმელეთო ჯარების თითქმის ყველა გვარეობის კაპიტნის საკარიერო კურსი, ესაა მანევრი, დაზვერვა, ლოგისტიკა, პერსონალი, არტილერია, საინჟინრო და ასე შემდეგ. და ყოველწლიურად ფაქტობრივად წელიწადში ორჯერ გვაქვს ხოლმე მიღება თითოეულ ამ კურსზე, 9-ვე კურსი დატვირთული იყო სრულად კაპიტნის საკარიერო სკოლა, გამოვშვით 104 მსმენელი. გავიარე კაპიტნის საკარიერო კურსი, რომელიც მიმდინარეობდა 5 თვის განმავლობაში. აღნიშნული კურსის დროს მოხდა ჩვენს მიერ შესწავლა დაგეგმვის პროცესისა, რომელიც გამოგვადგება ქვედანაყოფების უკეთ მართვაში და ბრძოლის უნაღენიანობის ამაღლებაში და შესაბამისად ეს კურსი დაგვეხმარება ასევე კარიერულ წინსვლაში.